აირია პროპაგანდა BBC-ის სიუჟეტის შემდეგ ეხა აღარ იციან რას მიედმოედონ გამოაგორეს ეგერ ვახტანგ გომელაური და რომელზეც სხვათა შორის გვეუბნებოდნენ რომ კორუფციონერი არის, მოღალატე არის და ეს როგორ განუდგა და როგორ ცუდი ადამიანი არის რომ ბატონ ბიძინას რა გაუკეთა და ასე შემდეგ და ეხა გამოაგორეს და ათქმევინეს და თან ვერ ცხვებიან რა ათქმევინეს სიამოვნებაში ანუ დაადასტურებინეს ადამიანს და დაადასტურა ესე იგი მათმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ ეს ნივთიერება რომელზეც საუბრობს BBC ანუ პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ქიმიური იარაღი ნამდვილად ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოღონდ ნაცებმა შეიძინესო და ნაცები იყენებდნენო მაგასო ხვდებით და ესე იგი რა ხდება უყურეთ რომ ამ 13 წლის განმავლობაში უამრავი სიუჟეტი გააკეთეს დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს საგამოძიებო კომისია ჰქონდათ ნაცებზე და 7 ნოემბერზე და აქამდე არაფერი არ უთქვიათ რომ თურმე ნაცები უბრალოდ კი არ ბევდნენ სასტიკად და სასტიკად კი არ ეპყრობოდნენ თქვათ მათ ოპოზიციას და იმ ხალხს რომელიც ქუჩაში იყო გამოსული არამედ ქიმიური იარაღით წამლავდნენ თურმე და ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ ნაციონალები და ეს ამაზე არაფერი არ თქვეს აქამდე ვიდრე ეს არ დაჭირდა რომ იმედმა ეს თემა გომელაურს ათქმევინა და აი ამ ყველაფრის ფონზე კიდე დარჩება ვინმე ამ ხელისუფლების მომხრეების რიგებში ვინც ეხა რაღაცას კიდე გააპრავებს ამ თემასთან დაკავშირებით